მოგესალმებით მეგობრებო, Anonymous Facts იკვლევ თქვენთან არის. დღეს წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალების ათეულს. ნომერი 10 დიანა დაუნსი, ერთი მსხვერპლი. დიანა დაუნსს ასამართლებდნენ 1984 წელს მძიმე სხეულის დაზიანებების გამო, რომელიც მან 3 ბავშვს მიაყენა. მათგან ერთ-ერთი დაიღუპა. დიანა მამაკაცის სიყვარული არ შეა საკუთარ შვილებს. ერთხელაც მისმა სიყვარულმა უთხრა, რომ ბავშვებთან ერთად ცხოვრება არ შედის მის გეგმებში, რის გამოც დაუნსმა გადაწყვიტა მოვეკლა საკუთარი შვილები. ღამით ისინი წაიყვანა მანქნით და რევოლვერი ესროლა 7 წლის გოგონას შერილს. შემდეგ დანარჩენ ორსაც კრისტის და დენის. 8 წლის გოგო კრისტი და 3 წლის დენი გადარჩნენ. ეს უკანასკნელი წელსქვევით მოწყდა, ხოლო კრისტი მიიღო ნახევარი მხარის პარალიჩი. იგი დღესაც ციხეში იმყოფება. ნომერი 9 სიუზენ სმიტი, ორი მსხვერპლი. იგი ფსიქიკური ავადმყოფი იყო, რის შედეგადაც სიცოცხლის გამოვასალმა საკუთარი ორი შვილი. უბედურმა ბავშვობამ და სექსუალურმა ძალადობამ გავლენა მოახდინა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სიუზანი ამტკიცებდა, რომ იგი ბავშვობაში გააუპატიურა მამობილმა, ხოლო როდესაც ამბავი გასკდა, დედამ ქმრის მხარე დაიკავაო. მას მიუსაჯეს 30 წელი სექსუალური კავშირი ჰქონდა ორ დარაჯთან, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მას ვენერიული დაავადება გადასცა. ნომერი 8 კარლა გამოუკა, სამი მსხვერპლი. კარლა კანადელი სექსუალური მანიაკი იყო, რომლის ქსელში ახალგაზრდა გოგონები ხვდებოდნენ. მისი თხოვნით მისმა მეუღლემ პოლ ბერნერდმა გააუპატიურა დაახლოებით 14 გოგონა. ბოლოს ორივეს მობეზეს და ასეთი თამაში და გადაწყვიტეს მოეძებნათ 50 ქალიშვილი გოგონა. იტაცებდნენ ერთად გოგონებს და როდესაც ისინი ქალიშვილები არ აღმოჩნდებოდნენ, პოლი გიждდებოდა. თან იგი ვერ პატიობდა კარლას, რომ მათი გაცნობის დროს იგი უკვე ქალიშვილი აღარ იყო. კარლამ გამოსავალი მალევე იპოვნა და თავისი 15 წლის და შესთავაზა პოლს. პოლი დათანხმდა. შობის ღამეს მათ გოგონა დააძინეს და გააუპატიურეს, თუმცა მას ღებინება დაეწყო. კარლა მიგი ზურგზე გადმოაბრუნა, მაგრამ ზედმეტი მოვიდა, გოგონა გაიგუდა. ამ ყველაფერს ისინი კამერით იღებდნენ, როდესაც ყველანაირი სამხილი გაანადგურეს, მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო. ექიმებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ისინი სრულიად შემთხვევით დაიჭირეს. კარლა სამსახურში ფინგალებით მივიდა, რის შემდეგაც ქმარს უჩივლად ცემის გამო. პოლი დაიჭირეს და აიღეს ანაბეჭდები, რომელიც დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან აღებულს. ნომერი 7 ბევერლი ალიტი, 4 მსხვერპლი. ეს სერიული მკვლელი წარმოშობით ინგლისიდან იყო. ბევერლი ალიტი იყო ექთანი, რომელიც ბოროტად სარგებლობდა სამსახურეობრივი უფლებებით. მისი მსხვერპლები გახდნენ უდანაშაულო ახალდაბადებული ბავშვები, რომელთა ორგანიზმში ალიტს შეყავდა ინსულინი, რაც ბავშვების გულის გაჩერებას იწვევდა. მოკლე დროში ალიტი 13 ბავშვს დაესხა თავს, 4 მათგანი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში მოხდა. მსხვერპლის ასაკი იწყებოდა 7 კვირიდან და მაქსიმუმი იყო 5 წლის. ალიტის დაჭერის შემდეგ ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ მას სჭირდა ფსიქიკური აშლილობა, ცნობილი როგორც მიუნჰაუზენის სინდრომი. მას მიუსაჯეს მთელი სიცოცხლის ფსიქიატრიულში გატარება. ოჯახები, რომელთა ბავშვებიც მან მოკლა, იმუქრებიან, რომ თუ იგი გარეთ გამოვა, აუცილებლად გამოასალმებენ სიცოცხლეს. ნომერი 6 ანდრეა იეცი, 5 მსხვერპლი. ზოგჯერ სერიოზული ფსიქიკური დაავადებები ძალიან დიდ როლს თამაშობს დანაშაულის ჩადენაში. მაგალითად, შიზოფრენიის დროს ადამიანს ესმის გარკვეული ხმები და ასრულებს მათ დავალებებს. ანდრეას შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს შეამჩნევთ. მან თავისი 5 შვილი მოკლა, უпростоროდ აბაზანაში დაახრჩო. მას არ ჰქონდა შიზოფრენია დასმული როგორც დიაგნოზი, მაგრამ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. მათ შორის მიდრეკილება, თვითმკვლელობისაკენ და მშობიარობის შემდგომი დეპრესია. მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მოკლე ინტერვალებში მშობიარობები. მისი მეუღლე მონსტრი იყო და სურდა ბევრი შვილი ყოლოდა. მოგვიანებით ქმარი ანდრეას ფსიქიატრს ადანაშაულებდა, რომ მან კარგად ვერ აუხსნა ანდრეას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონდა. სამწუხაროდ ანდრეამ ერთ დღესაც გადაწყვიტა მოეკლა თავისი შვილები, რომ ცოტა ხნით სიწყნარეში ყოფილიყო. 1 საათის განმავლობაში იგი ერთი-მეორეს მიყოლებით აღჭობდა საკუთარ შვილებს, რის შემდეგაც დარეკაცხრა ერთ-ერთს და ყველაფერი აღიარა. შემდგომ კი ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში და რომ მისი ცოდვები საშუალებას არ მისცემდნენ მის შვილებს წესიერები გაზრდილიყვნენ. ნომერი 5 ეილინ ვორნოსი, 8 მსხვერპლი. ეილინს საშინელი ბავშვობა ჰქონდა, რამაც მას საზოგადოებისა და ზოგადად მამაკაცების მიმართ ზიზღი დაბადა. ძალიან ადრეულმა სექსუალურმა გამოცდილებამ ცუდი გავლენა მოახდინა მასზე. 13 წლის ასაკში დაორსულდა, ხოლო 15 წლის ასაკში უკვე სახლიდან გამოაგდეს. იგი სრული ავადმყოფი იყო, რასაც ვერავინ ამჩნევდა. არ ღვევდა კანონებს, არ ცვავდა მაღაზიებს და ცოლადაც კი გაყვა 70 წლის კაცს. კაცი ფიზიკურად აუპატიურებდა მას. ბოლოს კი ამ კაცმაც მიატოვა. მალევე ეილინმა ნახა ლესბოსელი ტარა. თავს ის პროსტიტუციით ირჩენდა. მუშაობა გზებზე რომ ერჩინა თავისი თავი და ლესბოსელის საყვარელი. გზებზე მუშაობა სახიფათო იყო და ერთხელაც მან მოკლა ადამიანი. შემდეგ მას მოყვა კიდევ 7 მსხვერპლი, რომელთაც ჯერ ძარცვავდა და შემდეგ კლავდა. ნომერი 4 როზმარი ვესტი, ცნობილი 10 მსხვერპლი. იგი ასევე ცნობილი სერიული მკვლელის ფრედი როზმარის პარტნიორი იყო. ფრედი და როზმარი ხალხის ნდობით სარგებლობდნენ და მათ საკუთარ სახლში ეპატიჟებოდნენ. პირდებოდნენ კვებას და საცხოვრებელ ადგილს. ბედი, რომელიც შემდგომ ამ ხალხს დაადგებოდა, საშინელი იყო. როზი, რომელსაც 8 შვილი ყავდა, იგი იყო სექსუალური სადისტი, რომელიც სიამოვნებას იღებდა ტკივილისგან. მან თავის ქმართან ერთად ჩაიდინა 10 მკვლელობა, მათ შორის საკუთარი გოგონა ჰიზერისაც. ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის, თუმცა ფრედიმ დაკავების შემდეგ საუბრისას ახსენა, რომ შესაძლებელია 20-ზე მეტი დაკარგული გოგონა მათი მსხვერპლი ყოფილიყო.
ნომერი 3 გრაფინია ელიზაბეთ ბატორი. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ცნობილი როგორც სისხლიანი გრაფინია, იგი ბანაობდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ახალგაზრდა ქალების სისხლში და ეგონა, რომ ასეთი საქციელი მას ახალგაზრდობას შეუნარჩუნებდა. გრაფინიას საქციელში იკითხება სადიზმის ელემენტები. იგი აიძულებდა ახალგაზრდა ქალებს მსხვერპლისგან სისხლი აელოყა და ამით სექსუალურად კმაყოფილდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მსხვერპლი ფიზიკურად ლამაზი იყო. გრაფინიას მეუღლე ამ ყველაფერში კი მონაწილეობას იღებდა. მან ციხესიმაგრეც კი აჩუქა მეორე ნახევარს თავიანთი ბნელი საქმეების განსახორციელებლად. ნომერი 2 ჯეინ ტოპანი. ჯეინი ექთანი იყო, რომელიც თავს ავადმყოფებსა და უქონდროებს ესხმოდა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამამისი გიჟი იყო და მის გაზრდაზე უარს ამბობდა, რის გამოც ბოსტონის ბავშვთა სახლში გაიზარდა. სიღარიბემ და რამოდენიმე ოჯახის გამოსვლამ ჯეინში სიბრაცე და ზიზღი უფრო გააღვიძა. სწავლის დროს რამოდენიმე პროფესორმა ისიც კი შეამჩნია, რომ ჯეინს არაჯანსაღი ინტერესი ჰქონდა გაკვეთის სურათების მიმართ. მიუხედავად ამისა, მან სწავლა დაამთავრა და მუშაობაც კი დაიწყო პაციენტების მომვლელად. ზოგიერთი ამ ქალს სასიამოვნოსაც კი ეძახდა და ზედმეტ სახელად მხიარული ჯეინი შეარქვეს. ეს ექთანი სექსუალურ სიამოვნებას განიცდიდა ავადმყოფების ტანჯვისგან და მათი სიკვდილის პირას ყოფნისგან. ტოპანმა თავისი სექსუალური ექსპერიმენტები დაიწყო 1885 წელს და აგრძელებდა მანამ სანამ საბოლოოდ არ დაიჭირეს. იგი გაასამართლეს 11 მკვლელობის გამო, თუმცა აღიარა, რომ სულ 31 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. სასამართლომ ჯეინი ტოპანს სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა მიუსაჯა. ნომერი 1 ბელა სორენსონ გინესი 42 მსხვერპლი. ეს ქალი არის სერიული მკვლელი, რომელიც კლავდა როგორც სიამოვნების გულისთვის, ასევე სიხარბის გამოს. იგი დაიბადა ნორვეგიაში, შემდეგ გადავიდა შტატებში, სადაც ცოლად გაყვა ჩიკაგოელ ბიზნესმენს. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ბელამ საკუთარი შვილები დაზღვევის გულისთვის მოკლა. ბავშვები კოლიკის სიმპტომით დაიღუპნენ, მაგრამ ეს სიმპტომები მოწამვლის შედეგებსაც გავს. რამოდენიმე ხნის შემდეგ გარკვეულ ვითარებაში დაიღუპა მისი ქმარიც. ბელამ, რა თქმა უნდა, ქმრის დაღუპვის შემდეგაც მიიღო დაზღვევის ფული. ამ ფულით მან იყიდა ფერმა. ქმრის ნათესავებმა რაღაც იეჭვეს და ბელა დაადანაშაულეს საკუთარი ქმრის მკვლელობაში, მაგრამ უშედეგოდ. სასიყვარულო წერილებით იგი საკუთარ ფერმაში იტყუებდა შუახნის მამაკაცებს, რომლებიც ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მისი ქალური გარეგნობის მიღმა იმალებოდა საშინელი მონსტრი. შემდეგში ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებულმა შავმა ქვრივმა 42 მამაკაცი მოკლა. ბელამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა, მისი სხეული თვით მოკვეთილი და დამწვარი იპოვეს სადღაც ტყეში, თუმცა ზოგს არც კი სჯეროდა, რომ ეს სხეული ბელა სორენსონ გინესს ეკუთვნოდა. მეგობრებო, დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობელი დახიჩებით თუ გამოიწერთ ახს, გააზიარებთ და მოიწონეთ ვიდეოს. მომავალ შეხვედრამდე.